გამარჯობა, მოგესალმებით, ძვირფესო მეგობრებო. დღევანდელი დღეს ჩვენი ვლოგი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ვლოგითა სერიაში ვცდილობ, რომ განსაკუთრებით დამწყებ ფერმერებს ბევრი ინფორმაცია მივაწოდო, რომ თავიდან არიდებულ იქნას შეცდომათა წყება, რომელიც ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია, რომ მომავალში თქვენი პლანტაცია და საქმე, ბიზნესი წავიდეს კარგად და სწორი მიმართულებით ორგანიზაციის თვალსაზრისით. დღევანდელი დღის ვლოგის თემა იქნება მარწყვის პლანტაციისთვის ნიადაგისა და წყლის შერჩევა. ნიადაგი და წყალი ერთნაირად მნიშვნელოვანი არის სწორი ფუნქციონირებისთვის პლანტაციისთვის, იმისათვის რომ მივიღოთ შესაბამისი შედეგი და გქონდეს, რა თქმა უნდა, უხვი და ხარისხიანი მოსავალი. პირველ რიგში როგორ მაგალითად გადაწყვიტა დამწყებმა ფერმერმა, რომელიც ცდილობს რომ მოიძიოს უამრავი ინფორმაცია, ესე იგი სამარწყვა მეურნეობის შესახებ და პირველი სად მიდის, რა თქმა უნდა, მიდის მიწასთან, ნიადაგთან, ტერიტორიასთან თუ სად იყიდოს და დაბნეული არის ის, იმიტომ რომ გამოუცდელია, დილეტანტია და პირველად აქვს ამ თემებთან შეხება. პირველ რიგში, როდესაც მივდივართ, მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ფაქტიურად არ არის ტერიტორია დარჩენილი, სადაც გამოუსადეგარი შეიძლება იყოს მარწყვის დარგვა. რა თქმა უნდა, ეს არის პლუს, მინუს, ზოგან არის იდეალური შესაბამისობა, ზოგან პირიქით ნაკლებად, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველგან მთაშიც და ბარშიც კი შეიძლება მარწყვის დარგვა. აი, სულ ცოტა ხნის წინ დავბრუნდი მაგალითად ზემო სვანეთიდან, სადაც იცით რა მკაცრი კლიმატური პირობებია და თამამად შემიძლია გითქვათ, რომ მათთვის განკუთვნილ პერიოდში, ამ რეგიონისთვის განკუთვნილ მკაცრ პერიოდშიც კი სვანეთში, მიუხედავად იმისა, რომ ნიადაგები არც თუ ისე მდიდარი არის მინერალური შემადგენლობით, შესაძლებელია, რომ ნიადაგზე დაირგოს მარწყვიც. ხოლო რაც შეიძლება, როდესაც მივდივართ ესე იგი ტერიტორიის შესაძენად, პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, თუ პირდაპირ ლაბორატორიაში არ წავალთ, ალბათ 95%, 90%-ით მაინც პირდაპირ ლაბორატორიის კედა არ მიდის, რომ შევამოწმებ და მაგიტო ვიყიდი, თუმცა ეს სწორი იქნება, რა თქმა უნდა, მით უმეტეს, ვისაც გრძელვადიანი, ეგრეთ წოდებული long term აქვს განსაზღვრული ამ ბიზნესისთვის და ზოგადად მარწყვის პლანტაცია ზოგადად აი ამას უბრალოდ კონკრეტულად აი ამას მოიცავს, რომ თითქმიანი საქმეა. უნდა გკითხოთ მეზობლებს თუ რომელი კულტურები ხარობს, რა თქმა უნდა, გააჩნია, რა თქმა უნდა, ასევე რეგიონებსაც. შემდგომ ამ კულტურების მიხედვით გაიგებთ თუ დაახლოებით როგორი pH მონაცემები და შემადგენლობა არის. იდეალური არის შავი თიხნარი, შავი მიწები უფრო სწორად და თიხნარები და ასე შემდგომ შემადგენლობები ჩვენი ნიადაგების, ხოლო რაც შეეხება გამოუსადეგარ ნიადაგებს, აი ჩვენ სადაც ვიმყოფებით, ეს არის კოლხეთის დაბლობი და რა თქმა უნდა იცით რომ ხა კონკრეტულად სამეგრელოში ვართ, ფოთში ვართ და ზღვის დონის დაბლაც ვართ ან 1 მეტრზე მინიმუმ, სადაც მიწისქვეშა წყლები ძალიან ახლოს არის და როდესაც მიწას, ესე იგი, ამოიტანთ ორი პირის ბარზე, სამი პირის ბარზე 60-70 სანტიმეტრზე დაახლოებით უკვე წყალი ამოგდის ევიდან, შესაბამისად ეს უკვე კატასტროფულად მავნებელი არის და წარმოუდგენელი არის დაჭაობებიან ნიადაგებზე მარწყვის პლანტაციის გაშენება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ნიადაგი შემოვიტანოთ, ამამაღლოთ ისევე როგორც მაგალითად კონკრეტულად ჩვენს მონაკვეთზე გვაქვს გაკეთებული. ასევე მავნებელი არის ძალიან ნიადაგების შემადგენლობაში, თუ მაღალი კარბონატული შემადგენლობა აქვს, იმიტომ რომ pH მონაცემებსაც გეტყვით და კარბონატებსაც გავაგრძელებ, რომ ანუ pH მონაცემები უნდა გქონდეს იდეალური ნეიტრალური, ეს არის 5 და 5-დან მონაცემები 6 და 5-მდე, ხოლო კარბონატების მაღალი მაჩვენებელი ეს უკვე დამღუპველია, იმიტომ რომ როგორც მარილებთან ერთად არაძლევს საშუალებას, ესე იგი მარწყვის ფესვებს აითვისონ სხვადასხვა მინერალები ბოლომდე. შესაბამისად იმ შედეგს ვერ ვიღებთ. ანუ ჩემი საუბრიდან, რასაც ახლა ვსაუბრობთ, დასკვნა რომ გამოვიტანოთ, ნიადაგი თუ მაქსიმალურ დონეზე არ არის მომზადებული, რა თქმა უნდა, გამორცო თემას, ახლა რაზე მაქვს საუბარი. ავიღოთ კონკრეტული სათბური, სადაც თქვენ ხედავთ, რომ აი აქ უნდა დაირგოს მარწყვის ენერგიები. ველოდებით მარწყვის ენერგიებს და შემდგომ დაირგვება. რაც შეეხება აი ამ ნიადაგს, აი ამ ნიადაგს უკვე 3 წლის მუშაობის შემდგომ სჭირდება ნიადაგის შეცვლა, გამდიდრება.
თავიდანვე რო გითხრათ, რა თქმა უნდა, ესე იგი, როდესაც ეს დაირგო, არც ისეთი, თქვათ, ჰუმუსურად დიდარი ნიადაგი ქონდა აქ შემოტანილი, რომ თქვათ, რომ ეხლა რაღაც საჭიროებას არ წარმოადგენდეს, მაგალითად, ახალი ნიადაგი შემოტანის. არა, ამ ნიადაგზეც იდეაში შეიძლება თქვათ სასუქის მინერალური სასუქის მიცემის შემდგომ დარგვა ნერგების, თუმცა სასურველია და ესე ჩავთვალეთ ანალიზის საფუძველზე და ჩვენი ესე იგი ხელსაწყოების საფუძველზე, რომ მოდით ნიადაგი გამოცვალოთ და ეს იქნება უპრიამი და სწორი. ესე იგი შემოვიდათ აი აქ მიწას, შემდგომ ავდგებით და გავაკეთებთ ბაზოკლებს და უკვე ავამაღლებთ. ესეც მე მქონდა საუბარი, როდესაც აი 60-70 სანტიმეტრზე შესაძლებელი არის თქო, რომ აქ უკვე ასე იგი ამოვიდეს მიწისქვეშა წყლები, ეს ნამდვილად ესეა, იმიტომ რომ ჩვენთან ჭარბტენიანობაა და ძალიან ახლოს არის მიწისქვეშა წყლები. შესაბამისად, მიწისქვეშა წყლები თუ მოხვდა ფესს, ესე იგი ფუნჯა ფესს, რომელიც ნიადაგში გაიზრდება და ჩავა დაახლოებით 30 სანტიმეტრზე, იმიტომ რომ 30 სანტიმეტრის ქვევით მარწყვის ფესვები ფუნჯაა და სიღრმეში მიემართება და არ წავა, აუცილებლად დალპობას დაიწყებს და შესაბამისად, შემდგომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პრობლემები შეექმნება ჩვენს პლანტაციას და ნერგებს. კითხი ნომერი 2, ძალიან ბევრი თქვენთაგანი ხშირად იწერება, რომ აი სასუქი როდის შევიტანო და ასე შემდგომ. ხა ვენახსაც ხედავთ ჩემს უკან. ესე იგი ხშირად არის, რომ ჩვენთან საქართველოში გავრცელებული არის პრაქტიკა, რომ შეგვაქვს, ესე იგი, მინერალური სასუქი, თქვათ, იარამილა იქნება იქ თუ სხვა ფირმა იქნება თუ ასე შემდგომ, ეს იქნება, მეგობრებო, სეზონის დასაწყისში, როდესაც ჯერ კიდევ სიცივეებია ან სხვა რეგიონში, როდესაც ტემპერატურა გარდატეხას იწყებს. კი, ნამდვილად შესაძლებელია და ჩვენს პრაქტიკაში გამოგვიყენებია, თქვათ, გრანულირებული სასუქის შეტანა, მაგრამ აი ეს უნდა დაეყნოს, რა თქმა უნდა, ანალიზ, ეს უნდა შემოწმდეს ლაბორატორიულად და შემდგომ უნდა განისაზღვროს, რომელი NPK არის შესეტანი. მაგრამ მოდით კიდევ ეხლა წავიდეს, თქვათ, ესე იგი, არაპროფესიონალური და არამეცნიერული მიმართულებით, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბევრ ჩვენთან ქვეყანაში ძალიან ბევრ ფერმერს არ აქვს იმის საშუალება, რომ თქვათ, ტერიტორიულადაც კი არ უდგება, რომ ლაბორატორიაში წაიღოს, ასე შემდგომ ზოგს იმდენად პატარა აქვს, თქვათ, ნაკვეთი ფერმა და ასე შემდგომ არ უღირს უბრალოდ ეს ყველაფერი რომ აკეთოს და თქვა თანხა გადაიხატოს. მიუხედავად იმისა, რომ თქვა საჭიროა. არაფერი, უბრალოდ ესე იგი ვდგებით და ყოველი სეზონის დასაწყისზე არც მეტი, არც ნაკლები თანაბარი რაოდენობით კარგი ხარისხის სასუქს, რომელიც საკმაოდ ძვირია თავიდანვე რო ვთქვა, თუმცა კარგი ხარისხის სასუქს მაინც ვიღებთ და შეგვაქვს ნიადაგებში. შარშან ჩვენ შევიტანეთ ესე იგი, ჩემი გადაწყვეტილებით, ესე იგი, ეს არის ცოცხალი ბაქტერია, Bacillus subtilis, რომელიც ესე იგი Bacillusების ჯგუფში ყველაზე გამოყრეული ბაქტერიაა და რომელიც მცირე ან ესე იგი ინფორმაცია რომ მოგაწოდოთ, იშლება ნიადაგში და ცოცხალი ორგანიზმია და ხელს უშლის ყველა მავნებელს, რომ რამე პრობლემა შეუქმნას შემდგომში მიკრო და მაკრო ელემენტების ათვისების თვალსაზრისით ესე იგი ჩვენს ნერგებს. ამიტომ შევიტანეთ Bacillus subtilis, აი ამ ნიადაგს, რომელსაც ჩვენ უყურებთ დაახლოებით 30 წელიწადი კონკრეტულად ეს მოსვენებული იყო, ლაბორატორიულად შევამოწმეთ, შემდგომ პლუს შევიტანეთ ნიადაგი და შემდგომ დაირგვა ყველაფერი და მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ძალიან კარგი შედეგი აქვს და უბრალოდ წელს ველოდებით უკვე ნერგები, რომელიც მაისში დავრგეთ შარშან, არ მივეცით საშუალება და მე იცით, რომ ზამთრის მუშაობა კონკრეტულად ამ ნაკვეთზე არ გამოგვივიდა ჩვენი სტიქის და გამო, იმიტომ სათბურები დალეწა და უკვე შემოდგომაზე ვნახავთ კონკრეტულ შედეგს, თუმცა დღეს ნერგების მდგომარეობა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ნამდვილად უხვი და ხარისხიანი მოსავალი იქნება კონკრეტულად აი ამ ორ სათბურში. ანუ დასკვნა pH-ში უნდა ქონდეს 5 და 5-დან 6 და 5-მდე, არ უნდა იყოს მარილების მაღალი შემცველობა, არ უნდა იყოს კარბონატების მაღალი შემცველობა. საქართველოში თითქმის ყველა ნიადაგი, ყველა რეგიონში მარწყვის გამოსადეგარია, ზოგი არის გამოსადეგარი უფრო მეტად და იდეალურია, ზოგი არის ნაკლებად გამოსადეგარი და ნაკლებად გამოსადეგარია, თუმცა იმის თქმა, რომ აქ დარგვა არ შეიძლება, ფაქტობრივად არის დარგვა, სადაც არ შეიძლება დავიმახსოვროთ, ეს არის ჭაობიანი ნიადაგები. ხო, მივედით ძალიან მნიშვნელოვან თემასთან, ეს არის
წყალი, სარწყავი წყალი უფრო მეტად მნიშვნელოვანთან თუ არა, ვიდრე ნიადაგია. თუმცა თანაბარი მნიშვნელობის არის ნამდვილად. წყლის შემადგენლობა და ხარისხი ისეთივე მნიშვნელობის არის, როგორც ნიადაგი, მეგობრებო, იმიტომ რომ ჩათვალეთ, რომ წყლის და კარგი სარწყავი წყლის გარეშე მარწყვის და პლანტაციის ფუნქციონირება ფაქტიურად ხარისხიანად წარმოუდგენელი თემა არის. პირველ რიგში როგორი წყლები არის გამოსადეგარი. პირველ რიგში გამოსადეგი უფრო სწორად. გამოსადეგი არის წყლები, რომელიც ასევე არის ნეიტრალური მონაცემები, ეს არის 5 და 5-დან 7 და 5-მდე. მარტივად რომ თქვა, ჩვენი სარწყავი წყალი, რომელიც ქალაქებში თუ სოფლებშიც მოედინება, ეს არის წყლის შემადგენლობით ნეიტრალური 5 და 5-დან 6-დან 0-მდე, 6 და 5-მდე დაახლოებით იდეალური შემადგენლობა, როდესაც არის. ზუსტად ესეთი არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენი მარწყვის პლანტაცია, რა თქმა უნდა, ირწყვებოდეს და გვაძლევდეს შესაბამის შედეგს. მარწყვის პლანტაციის წვეთოვანი მორწყვის გარეშე ფაქტიურად შედეგი წარმოუდგენელია, იმიტომ რომ არის ადამიანები, ვინც მიერ ეკავით იშვიათად, მაგრამ არიან, რა თქმა უნდა, და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ თუ არა გაქვთ სარწყავის სისტემა და ხარისხიანი წყალი, შედეგს ვერ მივიღებთ. სასუქი ვერ გაიხსნება და ვერ მიეწოდება და შესაბამისად შედეგი არ გვექნება. პირველი წყალი არის, მეგობრებო, რომელსაც გადაწყვეტთ ალბათ, რომ მისცემს ადამიანი ლოგიკურად როდესაც იწყებს, ეს არის, რა თქმა უნდა, მაგისტრალის წყალი, რომელსაც ჩვენ ვსვამთ. მაგისტრალის წყლის მისცემა, რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი, რადგან მისი მონაცემები იდეალური უნდა იყოს, როდესაც ადამიანი ჩვენ ვსვამთ. 6 და 5 და მაქსიმუმი შემადგენლობა, როდესაც ისმევა, სხვა თქვათ რეგიონების და ქალაქების მიხედვით და მინდა გითხრათ, რომ მართლა ფუფუნება არის საქართველოში ფაქტიურად ეს მონაცემები, იმიტომ რომ ბევრ ქვეყანაში ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს სასმელი წყალი და ონკანებიდან და შემდგომ უკვე ეს მონაცემები. მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იცით, რომ ჩვენი წყლები ქლორება და შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ მცირე ქლორის შემადგენლობით თქვა დიდ პრობლემას ჩვენი ენერგიებისთვის ეს არ წარმოქმნის, თუმცა მაღალი დონე და რეგულარული მიცემა ნიადაგის დაქლორიანებას გამოიწვევს, რაც საბოლოო ჯამში დროთა დრო და ჟამთასვლასთან ერთად ფაქტიურად არ მისცემს, როგორც წინა შემთხვევაში კარბონატებთან მიმართებაში თქვენ ნიადაგში ქლორი არ მისცემს საშუალებას, რომ სხვა მიკრო მაკრო ელემენტები ათვისებული იქნას ნერგის ფესვის მიერ. მეორე ვარიანტი რომელია, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან ფართოდ გავრცელებული ჭაბურღილი. ჭაბურღილის წყალს ვიყენებ ჩვენს და ჭაბურღილის დონის სიღრმე ყველა რეგიონში განსხვავებულია. მთაში მან შეიძლება 300 მეტრზეც ქვევით კი დაგჭირდეთ რომ გაბურღოთ და პროფესიონალურად, ესე იგი ჭაბურღილის მთხრელებმა განახორციელონ ეს ყველაფერი სამუშაოები, რომ წყალი მიიღოთ შესაბამისად და არის ეს პრაქტიკაში, რა თქმა უნდა, საქართველოში. ჩვენთან დაახლოებით უკვე მეტნახევარზე 2 მეტრზე არის წყალი, შემდგომ ეს უნდა გაიფილტროს და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, იდეალური არის მეთქი, ვერ ვთქვა ლაბორატორიული ანალიზები ანახებს, რომ ჩვენი წყლის მონაცემები დაახლოებით 6 და 8, 7 და 0 არის, რომელიც არ ესე იგი ცდება დაშვებულ ნორმას. შემდეგი რომელიც არის, მეგობრებო, ეს არის აუზები, წყლის წვიმის ესე იგი წყალი და მდინარეები, ასევე რომელსაც სოფლებში, ჩვენ სოფლებში ხშირად იყენებენ ფერმერები. ეს არის იდეალური საშუალება, იმიტომ რომ ჩვენი მდინარეები, ნამდვილად აუზები და ესე იგი ტბები შესაფერისია, რა თქმა უნდა, რომ მივიღოთ შესაბამისი ხარისხის წყალი და მოირწყას ჩვენი ესე იგი პლანტაცია. ამიტომ თავამად შეგიძლიათ ეს ყველაფერი გამოიყენოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ვინმე გადაწყვეტთ, რომ ეს ყველაფერი ბიზნესის თვალსაზრისით უფრო ფართო მასშტაბი მიეცეს, რა თქმა უნდა, სასურველი არის, რომ ლაბორატორიული ანალიზი ჩატარდეს, იმიტომ რომ ლაბორატორიული ანალიზი ნიადაგისა და წყლის შემთხვევაშიც ფაქტიურად იძლევა ესე იგი ცალსახა ფართე სურათს, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, დავგეგმოთ და აგრონომის ესე იგი გავუმარტივოთ საქმე. ასევე გვაქვს შემთხვევები, როდესაც წყლის მონაცემები არის ტუტე, ანუ 8 და 0-ზე pH-ში მაღლა, შესაბამისად ტუტეს მიცემაც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ჩვენი მარწყვის ენერგიებისთვის, ჩვენი კულტურისთვის. რას გვაკეთებთ ასეთ შემთხვევაში? ფართოდ გავრცელებული მეთოდი არის ჩვენთვის ფერმერების. ვიყენებთ მაგალითად აზოტჯავას, ვიყენებთ მაგალითად უფრო ბიოლოგიური მეთოდების თვალსაზრისით, მაგალითად ლიმონის მჟავას, რომ წყლის დონე დავწიოთ ქვევით. შესაბამისი რაოდენობით, მაგალითად ძალიან გავრცელებული არის ამ მეთოდების გამოყენება იგივე ლურჯი მოცვის შემთხვევაში, იმიტომ რომ ლურჯი მოცვი იცით
და თუ არ იცით გეტყვით რომ მისი pH-ის როგორც წყლის ასევე substratis და ნიადაგის pH-ი აუცილებლად უნდა იყოს მჟავე, ანუ 5-დან 0-ზე დაბლა, საუკეთესო მაჩვენებელი 3-დან 0, 4 და 5, ესე რომ ვთქვათ, შესაბამისად წყლის, ესე იგი pH-ის აუცილებლად უნდა დაიწიოს. ესე იგი, თუ 8-დან 0 გვაქვს და ტუტე არის წყალი, შეგვიძლია რომ აზოტმჟავა გამოვიყენოთ შესაბამისი რაოდენობით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საქმეში, როდესაც ვთქვათ, იგივე წყლის გაზომა მიმდინარეობს, ასე იგი წყლისა და სასუქის ურთიერთქმედება მიმდინარეობს, როგორ უნდა გაიზომოს, რომ 8-დან 0-ზე ქვევით ჩამოვიდა ეს ყველაფერი უთუოდ მეგობრებო არის აი ეს აპარატი. ეს არის AC მეტრი, ეს არის pH მეტრი, ეს არის TDS მეტრი და ეს არის ppm მეტრი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს ზომავს. ამ ხელსაწყოს შესახებ დაახლოებით 2 ვლოგი პროფესიონალური დევს, რა თქმა უნდა, ჩვენს არხზე, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აი აქ გამოჩნდება და გადახვიდეთ და ნახოთ თუ რა მნიშვნელობა აქვს. ფაქტურად ამ აპარატის გარეშე წარმოუდგენელი არის რომ წარმატებას მივაღწიოთ და სწორად გავთვალოთ, ესე იგი სასუქისა და წყლის ურთიერთქმედება და ასევე წყლის მონაცემები, ესე იგი მოწყვის დროს, რომელიც ასე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, წარმატებისთვის. კიდევ ერთხელ გირჩევთ რომ იყიდოთ ხარისხიანი აპარატი, თუმცა აი ესეთი, თქვათ, ჩინურის გამოყენება შეგიძლიათ, რომელსაც მარტივად გამოიწერთ სხვადასხვა პლატფორმიდან და დაახლოებით 2-3 სეზონის განმავლობაში პროფესიონალურად მოგემსახურებათ ეს ყველაფერი. დასკვნა და შედეგები, მეგობრებო. დასკვნა არის ის, რომ თუ გადაწყვეტთ, რომ პროფესიონალურად მოეკიდოთ მარწყვის პლანტაციის შექმნას, ამ არც თუ ისე მარტივ საქმეში ფეხის შემოდგმას აუცილებლად პირველ რიგში სწავლობთ, ამ ყველაფერს შევისწავლით, ნიადაგის მდგომარეობას შევისწავლით, ანალიზს ვაკეთებთ აუცილებლად, შემდგომ წყლის ანალიზსაც ვაკეთებთ ლაბორატორიულს და რა თქმა უნდა შევიძინოთ უნდა პროფესიონალური ესეთი აპარატები, რომელიც კიდევ ერთხელ როგორც წინა ნაწყვეტში ვთქვი, არც თუ ისე ძვირიждდება, თუმცა კარგი იქნება თუ ხარისხიან აპარატსაც შეიძენ და იქნებათ სრული მონაცემები. კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, რომ გაუკეთებელი ნამდვილად არაფერია, შესაძლებელი არის ყველაფერი რომ წარმატება მიღწეული იქნეს. უბრალოდ თავარია ის რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა იქნეს დაშვებული ფუნდამენტში და საწყის ეტაპზე.